ანუ ვიმახსოვრებთ მნიშვნელოვან თარიღს 21 ოქტომბერს ჩავიფიქროთ სურვილები იქნება მზეზე და მთვარის სასწორში ეს არის რასთან კავშირში შინაგანი ჰარმონიის ძიებასთან ეს არის კავშირში ამავდროულად პარტნიორულ ურთიერთობებთან ხო ამავდროულად ეს არის კავშირში კონფლიქტების მოგვარებასთან. ამიტომ შეგიძლიათ ჩაიფიქროთ და უშუალოდ აი თუ გაქვთ რაიმე სახის გაუგებრობა, მის კომუნიკაცია კონფლიქტები, შეგიძლიათ 21 ოქტომბერს ჩაიფიქროთ აი ამ ყველა კონფლიქტის ჰარმონიულად და მშვიდობიანად დასრულება, ხო, თქვენ ცხოვრებაში. და რა თქმა უნდა, სასწორის ახალმთვარეობა გვეხმარება, რომ სხვადასხვა გარეგნობაზეც არის ეს, ანუ თუ გინდათ რომ უფრო მეტად გაიუმჯობესოთ აი განწყობა, თვით შეფასება დავუშვათ, ხო, აი თქვენს გარეგნობაში შეიტანოთ რაღაცა კორექტივები, შეგიძლიათ, მაგაზე არის სხვადასხვა ბევრი მანიფესტაცია იმისთვის, რომ აი თქვენი ეს თავდაჯერებულობა და ეს ეშხი და ეს ქარიზმა, ხო, რაც შემდგომში ნუ შინაგანად არის ჯერ ეს ენერგია და შემდგომში ფიზიკური ცვლილებებიც იქნება აუცილებლად, ხო, იმიტომ რომ გამოსხივება შეიძლება. ესაც შეგიძლიათ გააკეთოთ სხვადასხვა, იმიტომ რომ სასწორის ზოდიაქოს ნიშანი არის სილამაზესთან კავშირში ამავდროულად, ხო, ანუ გვაქვს რა თემები. ეს არის კონფლიქტების მოგვარება, ეს არის ჰარმონიის ძიება, ეს არის პარტნიორული სფერო, ხო, ანუ ეს ეხება როგორც პირადს, ასევე ბიზნეს პარტნიორობასაც. და გარეგნობა. აი ეს თემებია სასწორის თემები ასტროლოგიურად და შეგიძლიათ რომ აი ამ საკითხზე გააკეთოთ მანიფესტაცია 21 ოქტომბერს მეგობრებო ყველა ზოდიაქოს ყველა ადამიანს ეხება ეს